რომ არანაირი ხელისუფლება ქვეყანას დღეს არ აყავს, არსებობს კრიმინალური ბანდა, რომელმაც არჩევნები მოიპარა, რომელიც ქუჩაში სცემს ადამიანებს, აკავებს, ასახიჩრებს, პოლიტიკურ ლიდერებს აკავებს, ჟურნალისტები ციხეში ყავს გამოკეტილი, 17-18 წლის ახალგაზრდებს სიცოცხლეს უნადგურებს, აი ესეთი კრიმინალური ბანდა, რომელმაც უბრალოდ ხელში ჩაიგდო დროებით ეს ძალაუფლება და საკუთარ თავს დაარქვა ხელისუფლება, თორე არც ერთი საერთაშორისო ასპარეზზე ქართულ ოცნებას ლეგიტიმაცია არ აქვს და ლეგიტიმაცია მათ ქვეყნის შიგნითაც არ აქვს. ხო, თავისივე გადაწყვეტილებით გუშინ ამ თვითმარქვია პარლამენტმა, როდესაც უფლებამოსილება შეუწყვეტა დეპუტატებს, კიდევ ერთხელ ეს დაამტკიცა. ამიტომაც ყველა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელსაც ახლა ის მიიღებს, ყველა საკანონმდებლო ცვლილება რეალურად არის უკანონო და არანაირი კავშირი ამ საკანონმდებლო ცვლილებებს სამართალთან არ აქვს. ახლა ამის ძირითადი მიზანი რა არის? ამის გარკვევას ძალიან მარტივია და ძალიან მკაფიო დასანახია, ხო? ერთადერთი რამე ამოძრავებს ახლა ხელისუფლებას. ხელისუფლებას ამოძრავებს ის, რომ რაც შეიძლება ყველაფრის ფასად შეინარჩუნოს ხელისუფლება და პროტესტს უყურებს, როგორც აი ამ თავისი ხელისუფლების შენარჩუნების მთავარ საფრთხეს, ხო? რა იყო ახლა ჩვენ რომ ვნახოთ ამას ხელისუფლება, ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ამბობდა კიდეც ანახო მთელი წინასაარჩევნო კამპანია ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების მთავარი დაპირება რა იყო? მთავარი დაპირება იყო ის, რომ მოსპობდა ქვეყანას ევროპულ კურსს დააკარგიდებდა და მოსპობდა ყველანაირ განსხვავებულას, ხო, გაანადგურებდა პოლიტიკურ პარტიებს. ანონსისთვის რაღაც საეტაპო მიმართვა იყო ივანიშვილის აპრილის მიმართვა, ხო, სადაც პირდაპირ საუბრობს რა იქნება არჩევნების კონკრეტული შედეგის გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, ეხლა უბრალოდ მიყვებიან ამას, ხო? ეხლა ფიქრობენ, რომ პირველი ძირითადი პრობლემა ეხლა მათთვის რა არის ქართული ოცნებისთვის, ხო? მათთვის წარმოუდგენელი იყო, როგორ ჩანს, რომ ამდენი ხანი გაგრძელდებოდა ეს პროტესტი რუსთაველზე და არა მხოლოდ რუსთაველზე და გახსოვთ თქვენ რიტორიკა, მათ შორის კობახიძის, რომ 28 იანვრამდე ვერ მივლენ, 1 თებერვლამდე ვერ მივლენ და ასე შემდეგ. ეხლა ნახეს, რომ მიუხედავად დაკავებებისა, მიუხედავად რეპრესიებისა, მიუხედავად წამებისა, მიუხედავად უბედურებისა, რაც მოაწყვეს ეს პროტესტი არ გაჩერდა. ნახეს ის, რომ ვერ შეძლეს, რომ სამი ოპოზიციური პარტიიდან პარლამენტში ვერ შეიყვანეს ვერავინ, ხო, ვერ შეაშინეს ვერავინ, ვერ მოისყიდეს. შესაბამისად, მათ აქვთ პრობლემა და მათი მთავარი პრობლემა ეხლა არის ის, რომ უნდათ რომ ველი ისე მოასუფთავონ ამ ქვეყანაში, რომ არავინ გამპროტესტებელი არ იყოს, თითქოს ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. შესაბამისად, ეს არის რასაც აკეთებს პოლიტიკური პარტიების შემდეგ ის აუცილებლად მიადგებოდა მედიას და ეს გასაგებიც იყო, რომ ესე იზამდა, იმიტომ რომ მედია არასათაურობო ორგანიზაციები არის პრობლემა. ბიძინა ივანიშვილის ის ასე უყურებს ამას, ამიტომაც ყველა ეს საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ რაც შეიძლება მეტი რეპრესიული მექანიზმი ამ კრიმინალურ ბანდას ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. აქ არ არის მარტო მედიაზე, არ არის მარტო პოლიტიკურ პარტიებზე, აქ არის მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ანუ ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც დღეს ამ ქვეყანაში ცხოვრობს და შეიძლება საერთოდ არ დგას იმ აქციაზე და შეიძლება ვერც წარმოუდგენია, რომ რამით შეიძლება ეს ყველაფერი მას შეეხოს, მაგრამ აი ეს რეპრესიული კანონები, ეს რეპრესიული გარემო, რომელსაც ქმნის ქართული ოცნება ამ ქვეყანაში და ცდილობს, რომ დაამკვიდროს ამ ქვეყანაში აუცილებლად მივა თითოეულს საქართველოს მოქალაქემდე და აუცილებლად შეუქმნის თითოეულ საქართველოს მოქალაქეს პრობლემას, თუ ჩვენ მანამდე ვერ შევძელით ის, რომ ეს კრიმინალური ბანდა ხელისუფლებას მოვაშოროთ. ანა, ვითარების სირთულე რამდენად არის აღქმული სათანადოდ ყველას მხრიდან და ჯერჯერობით ხო სიახლეა ეხლა რაც ხდება, ეს არის რაღაც უპრეცედენტო ვითარება, როდესაც აი მაგალითისთვის მოვიყვან ერთ განცხადებას, რომელიც დღევანდელი განცხადება არის კობახიძის, რომელიც პირდაპირ ამერიკის საელჩოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს. პატარა ციტატას წავიკითხავ, საქართველოში ამერიკის საელჩო და USAID, ისევე როგორც ნედი და სხვა ინსტიტუციები მოქმედებდნენ კოორდინირებულად ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. შესაბამისად, როდესაც საუბარია ცვლილებაზე, ეს ცვლილებები თანაბრად უნდა შეეხოს როგორც USAID-ს, ასევე NED-ს და ასევე საელჩოს საქმიანობასაც. ხო, რამდენიმე საკითხია კიდე იქ მედიაზე და სხვა თემებზე, მაგრამ აი კონკრეტულად ეს ნაწილი. აქამდე საუბრობდით, რომ რაღაც თარიღებზე იყო ჩამოკიდებული გარკვეულწილად ქართული ოცნება. აი ეხლა რა სურათი არის და ამას რა ტიპის წინააღმდეგობა დასჭირდება, როგორ ფიქრობ? ჩვენ ნახეთ გუშინ პრეზიდენტი ზურაბიშვილი რაზეც საუბრობს
საუბრობდა ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მაგრამ აი თქვენი პასუხი მაინტერესებს, თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს, როდესაც ამგვარ კომუნიკაციაშია ხელისუფლება იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ნუ ხელისუფლებასთან ყველაფერი გასაგებია და გაცხადებული ღალატის ქრონიკა აქვს. ანუ ხელისუფლება გვეუბნება, რომ მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მტერია, ევროკავშირი ჩვენი მტერია და ეს არის მთელი მისი საგარეო პოლიტიკა. მაგრამ რაც თქვენ კითხეთ, ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ კი ჩვენ ქართულმა საზოგადოებამ, თორემ ჩემმა პარტიამ ეხლა და ჩემს ირგვლივ ადამიანებმა ჩვენ ვიცოდით 2012 წელს ჯერ კიდევ ვინ მოდიოდა ხელისუფლებაში, მაგრამ ძალიან გვიან შეაფასა ვინ იყო და რა საფრთხე იყო რეალურად ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნისთვის. და არ ვარ დარწმუნებული, რომ ბოლომდე კიდე რა მასშტაბის საფრთხე შეიძლება ის ამ ქვეყნისთვის იყოს, კიდევ აი ისე როგორც გაცნობიერებული უნდა გქონდეთ, ბოლომდე აქვთ გაცნობიერებული. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ფოკუსების არევა ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში. ხო, იქ ვიღაცა პოლიტიკოსი არ მოწონს, ვიღაცა არ მოწონს, ვიღაცას რაღაცას პოლიტიკოსებს აბრალებს და ამ დროს ჩვენ ვერ ვაფასებთ იმას, რომ ხელისუფლება მიტაცებული აქვს ადამიანს, რომელსაც ყველა ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ ყველა მოგვიდოს. რომელიც წავა იმაზე, რომ ყველა მოგვიდოს საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. რომ ამ კაცისთვის არ არსებობს და ეს კაცი გაანადგურებს ყველას აბსოლუტურად. ანუ ჩვენ შეგვიძლია რაღაც განსხვავებებზე ვილაპარაკოთ მაშინ, როდესაც ვართ ნორმალურ გარემოში, ხო? აი რომ რაღაცა ნორმალურ დემოკრატიულ პროცესში, სადაც რაღაცა პრობლემები არის და პრობლემები არის, მაგრამ როდესაც ხარ ტოტალიტარულ სისტემაში და დიქტატორულ სისტემაში და ამაში ვართ ჩვენ ეხლა, ის რომ ვიღაცას ქუჩაში გასვლა შეუძლია ეხლა და თავის სახლამდე ჯერ კიდევ თავისუფლად მისვლა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრობს, ხო? ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ეს სიმძიმე კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გააცნობიეროს, რა რეალობაში უნდა ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს ქვეყანა ადამიანის გაცნობიერებაზე, როდესაც ლაპარაკობ, ანა რას გულისხმობთ, რომ ამ გაცნობიერების შედეგად აუცილებელია გაიზარდოს ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერა, იმიტომ რომ რამდენიმე საკითხზე საუბრობთ ხოლმე ჩვენ, ხო? პროტესტის გაზრდაც პრინციპში ამაზეა დამოკიდებული, მათ შორის რომ მეტი მხარდამჭერი ყავდეს ოპოზიციას, ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს და ცხადია ეს მოახდენს ამ მასშტაბზეც გავლენას. აი ამაზე კი, პროტესტი მრავალფეროვანი, ჩემი ღმერთწვენით უნდა იყოს მრავალფეროვანი და კიდევ უფრო მეტად მასშტაბური. ამ კითხვას რო უპასუხო, მაშინ ძალიან უცბად უნდა გამომივიდეს, იმიტომ რომ რეალური პრობლემები რაც არის, ხო, თუნდაც პროტესტთან დაკავშირებით ის რომ რაღაცა შეიძლება ისეთი მასშტაბური არ არის, როგორც ჩვენ გვინდა, ამას თვალ ესე ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ არაერთმა ხალხმრავალმა აქციამ ანახა საქართველოს მოქალაქეების განწყობა, ეს ერთი. ხომ მეორე, ობიექტური და სუბიექტური პრობლემები დგას რეალურად, როდესაც სისტემას და დიქტატურას ებრძვი, ხო, ძალიან ძიმეა. ძალიან, რა თქმა უნდა, ხა ადამიანებს ეშინიათ პრობლემას. რა თქმა უნდა, ნახეთ, იმიტომ რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც მიდის ყველას და ადამიანებს ეშინიათ. აი საჯარო მოხელების დიდი ნაწილი, ხო, რამხელა რისკის ქვეშ არის და არც ერთი დაცული არ არის იმის გამო, რომ ქუჩაში გამოვიდნენ და რაღაც გააპროტესტეს, თქვენ გახსოვთ, ხო, ნაწილი მათგანი სამსახურიდან გაუშვეს. ესე არიან, ანუ, როდესაც დიქტატურის მთავარი ეს რა არის, რომ ყველა კონკრეტული დაჯგუფება, იქ სადღაც სოციალურად დაუცველები, იქ პოლიციელები, პოლიციის ოჯახის წევრები, ვიღაცა საჯარო სამსახურში რომ მუშაობს ისეთი ნებისმიერ ყველა ბოლომდე ისე ყავს ხელში დაჭერილი, ვიღაცას ხელფასის დაკარგვით აშინებს და ვიღაცისთვის ეს ხელფასი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საკუთარი ოჯახი არჩინოს, ვიღაცას სხვა რაღაცები ყავს დაჭერილი. შესაბამისად, ეს არის ამ პროცესთან ეს არის ობიექტური გარემოება. კიდევ უფრო დიდ კოორდინაციას ალბათ ასე რაღაც ცალკეულ როცა სისტემას ყავს ამორჩეული კონკრეტული ადამიანები და ჯგუფები, ასე დროს ერთობა ალბათ ყველაზე სერიოზული პასუხი არის. კი, და ეს პასუხისმგებლობა, ეს ერთობის პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ გააცნობიეროს. ნახეთ, ეს იყო ობიექტური პირობა, რაც მე დავასახელე, რაც ზოგადად, როდესაც დიქტატორულ რეჟიმს ებრძვის, როგორც არის ქართული ოცნება, აქვს ხოლმე პროტესტს და წინააღმდეგობას და ეს ყველა ქვეყანაში ესეა, სადაც ამის გამოცდილება არის, ყველგან არის ეს, მაგრამ ჩვენ კარგი ამ პროცესში რაც გვაქვს, არის ის, რომ ამ ქვეყანაში არსებობს მნიშვნელოვანი ნაწილი საპროტესტო მუხტის და წინააღმდეგობის, რომელმაც მთელი წინააღმდეგობა მთელი ამ 3 თვის განმავლობაში მოიტანა. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ჩვენ ამ ბრძოლაში ვიყოთ, როდესაც სხვა არანაირი ბერკეტი არ აქვს ერთმანეთის დაცვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ვიყოთ ერთიანები, ვიყოთ ერთად. ეს არ არის მარტო პოლიტიკური პარტიების ბრძოლა, ეს არის მარტო იმ ადამიანების ბრძოლა, რომელიც რუსთაველზე დგანან ან საქართველოს რომელიმე სხვა ქალაქში დგანან. ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ბრძოლა. ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს რა რესურსები გვაქვს და რა მოლოდინი უნდა გქონდეს. ასევე ძალიან
ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს ხანგრძლივობა როგორი უნდა იყოს ამ ყველაფრის და ძალიან უნდა იყოს თუ წინ არის ანა ამ პროცესი ეს პროცესი როგორი ეცით ეს პროცესი არ არის ისეთი რომ რაღაცა ერთხელ გაკეთდა და მორჩა ამაში მუდმივად უნდა იყვნენ პოლიტიკური პარტიები არასამთავრობო ორგანიზაციები და ის ადამიანები პროტესტის უშუალო მონაწილეები ვინც იქ არიან ჩვენ დღეს აი ჩვეულებრივ იქ მდგომ პროტესტის მონაწილეს მათ შორის მე ცხოთ კითხვაზე პასუხი უნდა გქონდეს იმისი რომ რამდენად რეალურად ვაფასებთ ჩვენ მე არ მგონია რომ ერთი დღე და 2 დღიანი ბრძოლა ამას ვიძახი ზუსტად და მე არ ვიზიარებდი მაშინაც განცხადებებს რომ აი 2 დღეში მორჩებიან 3 დღეში არ არის ესე ხო ხელისუფლებას და ხელისუფლება რომელსაც დიქტატორი მართავს რესურსი იმისი რომ რაღაც პერიოდი შეინარჩუნოს ეს ყველაფერი ხო და რაღაც სტატუს quo შეინარჩუნოს აქვს ნამდვილად ეს ხანგრძლივია და მე ხანგრძლივსაც არ გულისხმობ რომ ეს არის წლები და შეიძლება გაგრძელდეს რა ქვია 10 წელი და 15 წელი მაგრამ ამ ნაწილში მრავალფეროვნებას რასაც თქვენ მეკითხებით ჩემი ღმერთწენი დღეს თავარი გამოწვევა რაც შეიძლება იყოს ოპოზიციური პარტიების მათ შორის პრეზიდენტისაც მათ შორის არასამთავრობო სექტორის და საქართველოს მოქალაქეების ვინც დგანან აქტიური ნაწილის არის ის რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ რომ შემდეგ ეტაპზე გადასვლა როგორი უნდა იყოს პროტესტის რა პირველ რიგში რა რესურსი უნდა იყოს ამისი რამდენად ხანგრძლივი უნდა იყოს ეს მრავალფეროვანი როგორ უნდა გახდეს ეს პროცესი და როგორ კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს ქვეყნის შიგნით წნეხი ქართულ ოცნებაზე იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ეს საპროტესტო რესურსი ამ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა რომ მიუხედავად დაკავებებისა მიუხედავად უბედურებისა რასაც ბიზინა ივანიშვილი აწყობს ამ ქვეყანაში არის და ეს არის ის საპროტესტო მუხტი რომელიც ამ ქვეყანაში არ გაჩერდება უბრალოდ ვერ გაჩერდება აი იმდენი უსამართლობა გააკეთეს ამ ქვეყანაში უკვე რომ ეს ადამიანები ხო არ გაქრებიან ხო სურო პოლიტიკოსები გავქრეთ ეს ადამიანები აი ვინც ცემეს ვისაც ურყეს ვინც დააკავეს ვისაც შეეხნათ ეს ადამიანები ამ ქვეყანაში ვერ გაქრებიან უბრალოდ იმიტომ რომ ამ ქვეყნის უმრავლესობა არიან ბაზე მითხარით ამას რა ტიპის საკითხად აფასებთ ნახეთ რა შეფასებებიც მოყვა მათ შორის ურაბიშვილი რომელიც გუშინ გამოვიდა და ამბობდა რომ პოლიტიკური ცხოვრება არის დასრულებული და რეალურად ეხლა მისი ციტატა იყო რომ რეჟიმი ახლა უკვე ეს არ არის ქვეყნის მართვა რასაც აკეთებს ქართული ოცნება და ის მოითხოვდა რომ კიდევ უფრო მეტი წნეხი უნდა იყოს ქართულ ოცნებაზე იმ რეპრესიების პარალელურად რასაც იჩენს ხელისუფლება მოქალაქეების მიმართ ანა აი ამ პროცესში რაზე აქვს სწორება მაგალითად აი თქვენ პოლიტიკურ ჯგუფს ან თქვენ თავად თუ გაქვთ კითხვები ამ პროცესის მიმართ ეფექტურ გზებზე რომ ვილაპარაკოთ ხო მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით მე კი მათ შორის ხო ნუ პირველ რიგში პარლამენტის არაღიარების საკითხი და ოპოზიციის პარლამენტში არ ყოფნა არის ის მნიშვნელოვანესი ბერკეტი რომელიც ბიძინა ივანიშვილს აზიანებს და რომელიც მათ დააზიანა რეალურად ბიძინა ივანიშვილი და ძალიან კარგია რომ სამა ოპოზიციურმა პარტიამ ეს ბერკეტი გამოიყენა ძალიან სწორად. იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო ამ პარლამენტში მე არ გამიჭირდება ამ სიტყვის ხმარების იმ მოღალატების გვერდით ყოფნა, რომლებმაც არჩევანის შესაძლებლობა წაართვეს საქართველოს მოქალაქეებს. თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ აი იმ ნაწილში ხა თქვენ რომ მკითხეთ წინა კითხვაზე რა უნდა გააკეთო ოპოზიციამ, ხა აი ამ მონაკვეთში შემიძლია გითხრათ რა უნდა გააკეთოს მაგალითად ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ რომელიც პარლამენტში ჯერ კიდევ დარჩა. ხო, რა არის სამი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ეს მანდატები დატოვა და ჩვენ თქვით რომ ჩვენ არჩევავთ, მაგრამ დარჩა კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, რომელსაც მანდატებზე ჯერ კიდევ არ დაუწერია. და ეს განცდა, ხე, როდესაც იმ ბრძოლაში ვართ, რომელიც გადამწყვეტია და რომელმაც საბოლოოდ გავლენა უნდა მოახდინოს მათ შორის საქართველოს მოქალაქეების мотиваციაზე, ხო, რომლებიც რუსთავზე დგანა და არ შეიძლება ამ ადამიანებს ეჭვეპარებოდეთ, რომ მათი ეს ბრძოლა რაღაცა უკვალოდ ჩაივლის და ვიღაცა შეიძლება პარლამენტში შევიდეს, ამიტომაც მე ველი რომ გახარიას პარტიაც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და რაც შეიძლება არაფად დატოვებს პარლამენტს, იმიტომ რომ პარლამენტის არალეგიტიმურობის საკითხი და ის რომ მანდატების განცხადების დაწერა არ დაწერა ქართულმა ოცნებამ სპეკულაციისთვის არ გამოიყენოს თუნდაც, ხომ ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს რომ ამ პროცესში თანმიმდევრული იქნება. ეხლა პოლიტიკა რომ მოკლა ბიძინა ივანიშვილმა ის რომ სალომე ზურაბიშვილს არ ეთქვა გუშინ ეს მანამდეც გასაგები იყო. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პროცესი მრავალი წელია ამ ქვეყანაში მოკლა და თანდათანობით კლავდა და ეხლა უბრალოდ გუშინდელი გადაწყვეტილებით საბოლოოდ დაასვა წერტილი და რა თქმა უნდა ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიზანი რომ პოლიტიკური პროცესი არ იყოს ამ ქვეყანაში, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესი არ იყოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ ის მოახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას და თუ ჩვენ ვაიძულებთ მას რომ არჩევნები დაინიშნოს, ის მოსპობს ყველა განსხვავებულ ას, მოსპობს ყველა კრიტიკულ მედიას, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და იქნება თვითონ ესე ბედნიერად ამ დიქტატურაში, მაგრამ კიდევ ერთხელ
გუშინდელი გადაწყვეტილებით ხო კიდევ ერთხელ ანახეს მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებასთან, რომ თუ 2020-ში ასე თუ ისე რაღაც სახეშენარჩუნებული ქონდათ და ევროპელების აზრი აინტერესებდათ, მაინც ახლა მათთვის საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იქნება ჩვენი ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილება ან აზრი, იმიტომ რომ რეალურად გუშინ ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მიიღეს მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის რომ მანდატები გაუქმდა არის ძალიან კარგი, ამით თვითონვე აღიარეს, რომ არიან არალეგიტიმური ხელისუფლება და არანაირი ხელისუფლება კი არა კრიმინალური ბანდა, რომლებმაც არჩევნები მიიტაცეს. კარგია იმით, რომ პარლამენტს არ ექნება აღიარება და მოუწოდებ გახარიას პარტიას ეს რომ შეიძლება სწრაფად ქნას ეს და კარგია იმითაც, რომ ეს სპეკულაცია მანდატებთან დაკავშირებით შეწყდება და ჩვენ ვანახებთ პოლიტიკოსებმა, რომ გადაწყვეტილება პრინციპში ცნობილი არის ამ საკითხზე, ეს არ იქნება, იმდეს არის შეფასებული გვარად, რომ ამ ფუფუნებას არ მისცემენ ოცნებას და თუმცა არასწორი, რომელსაც პროპაგანდა ისევ მათ წინააღმდეგო და საერთო ოპოზიციური ველის დასაზიანებლად რა თქმა უნდა იყენებს, იმიტომ რომ განცდა საქართველოს მოქალაქეებში მათ იციან მათი ამომრჩევლის ბუნება და რაღაც ამ კვადრატში მოძრაობენ. თუმცა რუსთაველზე ბატონი გახარია რომ გაივლიდეს უფრო ხშირად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ განწყობას ნახავს, მაგრამ ნახეთ თავარი რა არის, რას ითხოვენ მისგან საქართველოს მოქალაქეები, დარწმუნებული ვარ მისი ამომრჩეველიც. მაგრამ ყველაზე მთავარი ამ პროცესში რა არის, რომ მიუხედავად ამისა, მე არ მინდა რომ რაღაც გადაჭარბებულად შევაფასო ან ქართული ოცნების შიშები, ან ქართული ოცნების მდგომარეობა. ის რომ ვიღაცა ისიც ცუდად არის, რომ წნევას იზომოს, ეს ნამდვილად არ არის. ქართული ოცნებას ეშინია, ქართული ოცნებას პრობლემა აქვს, მაგრამ ქართული ოცნება ჯერ პოულობს საკუთარ თავში ძალას იმისი, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. რა არის აქ გამოსავალი? აქ გამოსავალი არის ერთადერთი რაღაცა. ეს არის ერთიანობა, ეს არის წინააღმდეგობა და წინააღმდეგობა უნდა იყოს რუსთაველზე პროტესტი, არა მხოლოდ რუსთაველზე პროტესტი, ყველა სხვა ქალაქში პროტესტი, სხვადასხვა მრავალფეროვანი პროტესტის ფორმები და ერთიანობით აი ამ მოჯადოებული წრის გარღვევა, რომელშიც ცდილობს რომ ბიძინა ივანიშვილი ყველა ერთად გვამყოფოს. დიდი მადლობა ანა, დაგემშვიდობები. ეს იყო ანა წითლიძე, კოალიცია ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს. შემდეგი